დილამშვიდობის დღეს გვაქვს პედიატრთან შეხვედრა, რომელიც საკმაოდ რთულია აქ კანადაში, ვანკუვერში, ქალაქ ვანკუვერში, ასევე მასწავლებელთან შეხვედრა ბავშვების სკოლის და ასევე ვაპირებ მაღაზიაში დიდ სარგებლებს, რომელსაც დიდი ხანი გვერდებით რომ გადავიყენთ, თორე რა თქმა უნდა, აქამდე ჯერ გავაკეთეთ, უბრალოდ რაღაცა ჯერ მოახერხე გადადება და განახოთ რა შევიცეთ, თქვა რაც კონკრეტულ თანხად, ასე რომ დარჩით და გაატარეთ 4 შაბათი დღე ჩვენთან ერთად. ამით დავიწყეთ. პირველ რიგში დავიწყე ლანჩების ჩალაგება, რასაც ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე, სანამ ბავშვებს ძინავთ, ჯერ კიდევ ყველას მირჩევნია ხოლმე სიმშვიდად, წყნარად ჩავალაგო ყველაფერი, რომ არაფერი დამრჩეს, არაფერი ამერიოს, ყველას თავისი ჩაუდო, თავის ასევე ჩანთაში, რა თქმა უნდა, და რასაც ვაკეთებ ხოლმე ასევე წინა დღეს და მიმარტივებს და რაღაც დოზით დროსაც მიზოგავს, ეს არის რომ ჩანთებს წინა დღეს დავალაგებ ხოლმე, წყლებს წინა დღეს ვავსებ ასევე და დავდებ ხოლმე, იქვე რომ ადვილად უცებ ჩავდო ყველას თავის ჩანთაში, ჩაუდო ეს ლანჩბოქსი და ასევე წყლებიც. დღეს სამსახურში არ წავედი, ავიღე დასვენება, იმიტომ რომ 2 დღე დღეს და ხვალ ბავშვები ამთავრებენ 1 საათით ადრე. გვაქვს შეხვედრა მასწავლებლებთან, სამივეს მასწავლებელთან და საბედნიეროდ დაიმთხვა ისე რომ სამივეს მასწავლებელს დღეს ვხვდები, რაც კარგია. ხვალაც 1 საათით ადრე გამოდიან, თუმცა სახში მალე მივალთ და ერთად ვიქნებით. ანუ ხვალაც წავალ სამსახურში, თუმცა ადრე წამოვალ. ასევე იმიტომ არ წავედი და მიზეზი თავარი იყო ის რომ დღეს მქონდა პედიატრთან შეხვედრა. თაიას პედიატრი უნდა გვენახა, განსხვავებით ალბერტის პროვინციისგან და როგორც იცით ჩემმა გამომწერებმა და ვინც ახალი ხართ, გეტყვით რომ 3 უფროსები, მიხეილ, დემეტრე და ბარბარე დაიბადნენ ალბერტის პროვინციაში, ქალაქ ფორტ მაკმურში, სადაც ცხოვრობდით დაახლოებით 5 წელი და ალბერტაში ზოგადადაც, როგორც ვიცი, ყოველთვის ბავშვს ყავს თავის პედიატრი და ჩვენ გვყავდა, სამივეს ყავდა თავის პედიატრი, ერთი და იგივე იყო ეს ქალბატონი, ქალი იყო და ანუ ყოველთვის როდესაც ბავშვებთან დაკავშირებით ჭირდებოდა რამე, ყოველთვის მივდიოდით პედიატრთან. თუმცა აქ ვანკუვერში, ბრიტიშ კოლუმბიაში არის საერთოდ რადიკალურად სხვანაირად, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი მოსახლეობა, დიდი მჭიდროდ დასახლებული და ასევე არ ყავთ როგორც ხვდები და როგორც მისახვედრია, არ ყავთ საკმარისი რაოდენობა ექიმების, ზოგადად პედიატრის ნახვა კი არა, ოჯახის ექიმი რო აიყვანო, არის ძალიან რთული. ჩვენ გაგვიმართლა და ავიყვანეთ მალევე რო ჩამოვედით ეს კაცი, ვინც დღემდე არის ჩვენი ოჯახის ექიმი და ბავშვებს თუ რამე ჭირდებათ, მივდივართ ოჯახის ექიმთან. პედიატრი პირველად ვნახე, ეხლა რაც ჩამოვედით თაიასთვის, რაღაც კონკრეტული მიზეზით დაგვჭირდა, გამონაყარი ქონდა კანზე და ამიტომ 3 ექიმი რო ვნახეთ ოჯახის ექიმი და რომ მიხვდნენ რომ ანუ ვერ გაიგეს, უკვე გასაგები იყო რომ უნდა გადავემისამართებინეთ სპეციალისტთან, ჯერ პედიატრთან და ასევე დერმატოლოგიც ვნახეთ. რაც ძალიან რთულია, ძალიან დიდ დროსთან არის დაკავშირებული სხვათა შორის. დაახლოებით პირველად რომ ჩამოვედით და დაურეკა ჩვენი ოჯახის ექიმმა და